მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო. ეს არის გადაცემა ვენი ვიდი, მე ვარ მისი წამყვანი სოსო სალუქვაძე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას და საინტერესო ამბებს. დღეს ყავს ძალიან ღირსშესანიშნავი და საინტერესო სტუმარი, ბატონი დავით ჯავახიშვილი. დავითი დიდი ხნის განმავლობაში დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობდა როგორც ბელგიაში, ასევე დიდ ბრიტანეთში, ინგლისში კერძოდ და მას მოუწია ასევე რამდენიმე წლის გატარება ირლანდიაშიც და სწორედ ირლანდია იქნება დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა. სანამ ბატონ დავითს დავითს თვით მოგმართავ მხოლოდ გადავცემ სიტყვას, ვიტყვი ორ პატარა უნიშნელო შეიძლება, მაგრამ საინტერესო დეტალს, თუ რატო ავირჩიეთ ირლანდია. პირველ ყოვლისა, ირლანდია ის ქვეყანაა, რომელიც თანაზომადია საქართველოსი. როგორც ფართობით 70,000 კვადრატული კილომეტრი დაახლოებით, ასევე მოსახლეობითაც დიდად განსხვავებული არ არის, დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ახლა. გადაცდა 5 მილიონს. და მეორე რაც და ასევე მისი ისტორიული წარსულიც ხშირად შეიძლება შევადაროთ კიდევაც საქართველოს ისტორიას. კი ბატონო, მეც ასე ვხედავ ამას, იმიტომ რომ სულ თავისუფლებისთვის ბრძოლაშია. კივილიანი წარსული. ნამდვილად ასეა. ამაზე ალბათ თქვენც გვეტყვით რამდენიმე ფრაზას, ასე ვთქვათ, საინტერესოს. და მეორე ის არის, რომ ეს ქვეყანა, რომელიც ერთი, ასე ვთქვათ, გაუბედურებული რამ იყო წინა საუკუნის დასაწყისში და დიდი ხნის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც ვერ ქონდა კარგად ეკონომიკურად საქმე. პრინციპში ალბათ ბოლომდე, საუკუნის ბოლომდედაც კი, ხო, თუმცა 70-იანებიდან ცოტა გამოსწორება დროებით დაიწყო, მაგრამ მაინც დღეს არის ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშო ქვეყანა, ევროპული ვეფხვია, ასე ვთქვათ, ხო, რომელიც ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით მეორე ადგილზეა. ხო, ხო, წლების განმავლობაში შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ზემო ხუთეულში, ზემო სამეულში, ახლა უკვე მეორეც არის, ყოველთვის ყარად დაიმკვიდრა ადგილი. ყარად დაიმკვიდრა ადგილი და ძალიან საინტერესოა თუ როგორ მოახერხა ეს, ამაზედაც ალბათ ჩვენ ახლა სიღრმისეულად, ეკონომიკურად ამას ვერ დავახასიათებთ, მაგრამ ამის შესახებაც აუცილებლად ვიტყვით. დავით, ასეთი კითხვა მაქვს დასაწყისისთვის. როგორ მოხდა ისე, რომ აი ამდენი ხნის განმავლობაში ამ ძალიან საინტერესო მხარეში, განსაკუთრებით ახლა საუბარი უფრო ბრიტანეთის და ირლანდიის მიმართულებაზე მაქვს, მოგიწიათ ყოფნა და ცხოვრება პრაქტიკულად. თქვენი გამოცდილება ამ თვალსაზრისით საინტერესოა და თქვენი შთაბეჭდილებებიც ალბათ არის სწორედ ის, რაც გვინდა რომ ჩვენს ტელემაყურებელს გაუზიაროთ. პირველ რიგში სოსო ბედნიერი ვარ, რომ დღეს შენი სტუმარი ვარ, მადლობა ამისთვის, ამ შესაძლებლობისთვის. და რა შემიძლია ვთქვა, შენ უკვე ახსენე, ესე იგი 2004 წლიდან მე უკვე როტაციის პრინციპით წავედი ვთქვა სამუშაოდ საზღვარგარეთ და ისე მოხდა, რომ მიეწყო ეს ყველაფერი. პირველად ვიყავი ბელგიის სამეფოში, შემდეგ გადავინაცვლე და საკმაო ხანი გავატარე, ბედნიერება მოხდა წილად ლონდონში, საქართველოს საელჩოში და ბოლო ჩემი როტაცია დღესდღეობით არ ვიცი მე რა იქნება. ვიცხოვრე ასევე ბედნიერება მოხდა წილად ირლანდიაში 3 წლის განმავლობაში და ეს პრინციპში მიეწყო ერთმანეთს და აქედან გამომდინარე რაღაცა შედარების მომენტიც უფრო მარტივია ჩემთვის და რაც შეეხება ბრიტანეთს და ირლანდიას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მტკივნეული ისტორია აქვს ერთმანეთთან, ბევრი მსგავსებაც არსებობს და ამას ნელ-ნელა ალბათ ამაზე მე აუცილებლად მოგცემთ ერთ-ერთ პირველ კითხვას, მაგრამ ერთი კომენტარი მინდა გავაკეთო თქვენი კარიერის შესახებ. დაიწყეთ სამეფოებით და შემდეგ უკვე რესპუბლიკის, ანუ დემოკრატიის გზა აშკარად მოქმედებს ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. არც ერთი ეს ქვეყანა დემოკრატიას დიდად არ უჩივის, ეხლა რომელზედაც საუბრობ. მაგრამ ხო, კითხვა პირველი ნამდვილად ასეთი იქნება, იმიტომ რომ არათუ გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის, თქვათ, ვინც მეტნაკლებად თუნდაც რაღაცნაირად სწავლობთ ზედაპირულად ამ საკითხს, მაინც კითხვა ყოველთვის ხდება, ვინ არიან ეს ირლანდიელები და არიან თუ არა ისინი ინგლისელები, ან თუ განსხვავდებიან, რითი განსხვავდებიან, საერთოდ რა
ურთიერთობა, დამოკიდებულება გააჩნიათ მათ იმის იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით, რომ ხო, მათი ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი და ეთნიკური დამოკიდებულება საუკუნეების განმავლობაში არ იყო მთლად უღრუბლო. პრინციპში ძირითადად ეს ყველაფერი როგორც ვახსენეთ უკვე იყო მტკივნეული თემა, განსაკუთრებით ირლანდიელებისთვის. ის ძალიან ახლა წიასვლებში რო ჩავიდეთ, ხო, გარკვეულწილად ალბათ რაღაცა საერთოს ვნახავთ. მე არ მინდა უბრალოდ მე აქ უფრო დილეტანტის პოზიციიდან ადამიანს, რომელმაც იქ იცხოვრა, რომელსაც უყვარს ეს ქვეყანა, ერთიც და მეორეც. აი ამას მინდა ხაზი გაუსვა. შეიძლება ეს მსგავსებები არსებობდეს, არის ახლა მე ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც ამაზე, რომ მიმდინარეობს ახლა კვლევა, რომელიც თქვათ იქით იხრება, რომ ეს ხალხი რაღაც ასე ვთქვათ, წარსულზე საუბრობთ. დიახ, ხო და ახლა ირლანდიას რაც შეეხება, ირლანდია შედარებით ეს კუნძული თვითონ შედარებით გვიან დასახლდა, ეს რაღაც 10000 წლის წინ მოხდა, როცა ეს პირველი სულ რაღაც 10000 წლის წინ მოხდა, როცა პირველი მოსახლეები გაჩნდნენ ირლანდიაში. მერე უკვე რო გადავახტეს თქვათ 4000 წელს ესე პრინციპში 300 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე მერე მოდიან უკვე კელტები ირლანდიაში მერე კი ბატონო აბა თუ შეიძლება ჩაგეჭრებით ამაში ერთ რამეს ვიტყვი მე როგორც ვიცი მიუხედავად იმისა რომ აქ გოლფსტრიმის თბილი დინება ჩამოედინება საერთოდ ბრიტანეთის კუნძულების და ირლანდიაც უფრო ასე ვთქვათ უკეთეს პირობებში არიან კლიმატური თვალსაზრისით ვიდრე იგივე განედებზე სხვა სახელმწიფო აქ მაინც გამყინვარების კვალი ძალიან დიდი იყო და კვალი იყო დიდი შესაბამისად გვიანი დასახლებაც აქედან უნდა გამომდინარეობდეს მართალი ბრძანდებით და რაც შეეხება ვთქვათ კლიმატზე ჩამოვარდა აქ სიტყვა ეს არის ერთ-ერთი ჩვენთვის ვთქვათ ქართველებისთვის ერთ-ერთი მტკივნეული მომენტი კლიმატი ირლანდიის რომელიც არის თითქმის უმზეო იქ რო ცოტა მზედაამატო ეს იქნება ალბათ 64 დედამიწაზე. მაგრამ 64 სხვაგან არის და ამიტომ იქ აღარ არის. 64 არის სხვაგან, ამიტომ ირლანდიაში არ არის. ესე იგი კელტების მერე მოვიდნენ თქვათ ვიკინგებმა დააარსეს დუბლინი. მერე მოვიდნენ ნორმანები, რაც არის საგულისხმო თქვათ, აი ისევ ვახტები, იმიტომ რომ არ მიჯერს ფორმატი არ გვაძლევს იმის საშუალებას და ჩემი ცოდნაც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო ღრმად შევიდე, თქვათ. რა მოხდა ირლანდიაში ჰენრი მერვემ გამოაცხადებინა პარლამენტს თავისთავი ირლანდიის მეფეთას და მერე დაიწყო ეს ჩასახლების პოლიტიკა. ჩასახლების პოლიტიკა რაც გულისხმობდა, რომ შოტლანდიიდან და ინგლისიდან ათასობით, თქვათ, პროტესტანტი მოსახლეობა ჩასახლდა იქ და უფრო წარმატებული, თქვათ, ინგლისელების გადმოსახედიდან იყო ალსტერის მომენტი, სადაც უფრო მოიკიდა ამან ფეხი და ამან დაუდო საფუძველი მერე რელიგიურ ბრძოლებს, ასე ვთქვათ და გაგრძელდა ეს საუკუნეების განმავლობაში. საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა მერე ჩრდილო ირლანდია უფრო ასე ხო, ალსტერი არის ჩრდილოეთ ირლანდია, იქ უფრო ნუ დღემდე ეს პროტესტანტული მოსახლეობა ჭარბობს. რა ვიცი, რა აღარ გადაიტანა ამ ქვეყანამ, არ ვიცი, მე რაც ყველაზე, ესე იგი, ხო იყვნენ მიბმულები ინგლისთან, ქონდათ გარკვეული პასუხისმგებლობები, თქვათ, ექსპორტი მიდიოდა ინგლისში, იქ რაღაც ვალდებულებები არსებობდა და მიუხედავად იმისა, რომ თქვათ, აი რასაც ეძახიან, ეს ექსპორტი იყო, მოდი ჩაგეძიები ისევ. ექსპორტი იყო თუ ხარკი იყო უფრო? ექსპორტი იყო პრინციპში, ოღონდ ხარკის იცი როგორი ექსპორტი იყო, აი თქვათ ახლა ვიტყვი და მე შეგვიძლია დავარქვათ ამას და რაღაცა მოუხადოთ ზუსტი სახელი დავარქვათ, ხო? ექსპორტად ითვლება, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ექსპორტი რო არ განგეხორციელებინა, დასჯადი იყო. ფაქტიურად ეს რას ეხმიანება, როცა დინდი შიმშილი იყო და თქვათ ეს კარტოფილის, რომელიც იყო მთავარი საკვები მაგ დროისთვის, ხო? ზარდი მოსახლეობის. არაერთხელ. დიახ, ესე იგი, კარტოფილის აი ეს თვითონ ეს კარტოფილის მოსავალი გაფუჭდა, შესაბამისად გამოიწვია არანორმალური შიმშილი, ხალხს საერთოდ საჭმელი არ ქონდა და აი ამავდროულად, ხო, ვთქვათ, ეს ექსპორტი ვალდებული იყო, რომ ვთქვათ, რაღაც სხვა კულტურები გაეტანა
ბრიტანეთში. შესაბამისად, არ ვიცი რა. ანუ ეს იყო ხარკი, რომელშიც გარკვეულ ანაზღაურებას იღებდნენ, ალბათ ან რაღაცას იღებდნენ, რომელიც დათქმული იყო, როგორც ჩანს, ხო, თუმცა ხო თუ ეხლა შეთვითონ შიმშილით ტყდები და სხვას უნდა მისცე. რა საკვირველია ტყდებოდა ხალხი შიმშილით და ამ დროს შენ გაგქონდა ეს კარგი არის. და აი დამოუკიდებლობის ზღვარი, რომელიც ყოველთვის იყო, ხო, ინგლისსა და ირლანდიას შორის, ალბათ რაღაც ემოციურ მომენტებსაც ბევრს იწვევდა და დღემდე იქნება შემორჩენილი და თქვენი გადმოსახედიდან, თქვენი შთაბეჭდილებებით რა ურთიერთობა გააჩნია ამ ორ ხალხს ერთმანეთთან, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ქართველებს ხო, ნუ შეიძლება ძალიან ისე შევხედოთ, რომ ერთი ხალხია, ხო, ერთ და იგივე ენაზე ლაპარაკობენ. დიდი რეგბიში, ასე ვთქვათ, დაეჯახვნონ ერთმანეთს და ამ ფეხბურთში და იქ ვთქვათ, ხვირპილი ჩაამტრიონ. მაგრამ სინამდვილეში ამას გაცლებთ ღრმა ფესვები აქვს და აი თქვენ როგორ დაინახეთ ეს დამოკიდებულებები? საერთოდ რომ ამოვიკითხოთ, ეს სალსახად ესე არ ხდებოდა, რომ ვთქვათ, ირლანდიელები მუდმივად ზულდათ ირლანდიელებს, ეს პრაგმატული ხალხია, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ქონდათ ეს ჩავარდნები, ვთქვათ, ეკონომიკაშიც, რაღაცა იმიგრაცია, რაღაცა საოცარი რაოდენობა ტოვებდა ირლანდიას, ხო? გინდა შიმშილის გამო, გინდა აი ამ უმუშევრობის გამო, მაინც ეს რაღაცა ინგლისელებისადმი, აი მთავარი რაღაცა ეს მომენტი გარდამტეხი როდის ხდება, იცი? 1916 წელს როცა მოხდა, ვთქვათ, როცა დაიკავეს ამ ვთქვათ, ირლანდიელებმა და გამოაცხადეს თავის დამოუკიდებლობა, ეს მოხდა დუბლინის post office, ანუ პოსტის შენობასთან, ძალიან ლამაზი შენობა და დღემდე ეტყობა ნატყვიარები და ასე შემდეგ, ეს კვალი ამ დიდი ბრძოლების გამოაცხადეს იქ დამოუკიდებლობა. აი მაშინაც კი, ვთქვათ, მოსახლეობა ირლანდიის არ იყო ცალსახად ამათ ანუ 100% ამის მხარდამჭერია. 100% კი არა, პრინციპში უფრო მეტი ამას ეწინააღმდეგებოდა, ეს არ ვიცი, წინააღმდეგობა რამდენად აქტიური იყო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში არ იყო ისეთი ცალსახად გაჭრილი ამბავი და მერე რა მოხდა, იცი, ბრიტანელებმა ძალიან ისე ჩაახშეს რა, ბრუტალურად ჩაახშეს ეს ყველაფერი. 7 ადამიანი, ვინც გამოაცხადა, ხელი მოაწერა ამ დამოუკიდებლობის აქტს, ისინი დახოცეს, დასაჯეს სიკვდილით, იქ 2 გადარჩა ემონ დე ვალერა და მაიკლ კოლინზი, რომელიც ხო ვთქვათ, არ დასაჯეს სიკვდილით. და აი ამ რეაქციამ ინგლისელების, ვთქვათ, მაშინ გამოიწვია დიდი რაღაცა შიფტი გადაიხარა, ვთქვათ, საწინააღმდეგო. მიუხედავად იმისა, რომ სულ არსებობს, ახლა დამყრობელია, რაღაცებს გაძალებდა, ესე მარტივად რო ვთქვათ და ზედაპირულად, იგივე რაც ვახსენეთ შიმშილის დროს, შენ გაშიმშილებდა და თავის თავს უყურებდა. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, შიმშილის დროს ვიქტორიამ, ვთქვათ, 1000 ფუნტი ნუ მაშინ გაუგზავნა, ხო, რაღაც აი ესეთი მომენტები არსებობდა, მაგრამ ნუ ეს მაინც იყო, ეხლა ნუ რას ეხლა ყველაზე დიდი და ისეთი რა და no Irish, no dogs, ანუ ეხლა ეს ინგლისელების ეს მომენტი. ოღონდ ეს უფრო მღელვარებები რო დაიწყო, აი ამის მერე 60-იან წლებშიც, ხო, ეხლა ფაქტიურად ეს ესკალაცია მოხდა ამის. რა საკვირველია ეს მღელვარებები კიდე ცალკე თემა იყო, ეს იყო ძალიან ტკივნეული ირლანდიელებისთვის. ნუ გამოაცხადეს მერე ეს თავისი ჯერ ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო, მერე ეს გარდაიქმნა რესპუბლიკად. მაინც გარკვეულწილად ხო? აი ხო, ქართულად იმ სპელინგიდან გამომდინარე. სპელინგი ცალკე თემა, ეს არის, ვთქვათ, რაღაც აბსოლუტურად ალოგიკური ჩვენი გადმოსახედიდან, ვთქვათ, აი ეს დიფტონგები, ტრიფტონგები თუ რაღაც, აი უამრავი ასოა, რომელიც იკითხება აბსოლუტურად სხვანაირად. კი ბატონო. ხო და აი, რა ვიცი, ინგლისელებთან საკმაოდ იყვნენ მიბმულები ბოლოს და აი ინგლისელებზე მხოლოდ მიბმამ გამოიწვია ისიც, რომ ვთქვათ, იგივე მე-20 საუკუნეშიც ფრთები ვერ გაშალეს. აი ძალიან საინტერესო მომენტია, ალბათ აქედანაც გავაგზავნოთ, იმიტომ რომ თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ ეხლა შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ ისტორიაზე, საერთოდ ისტორია ისეთი რამ არის ყველას თუ მით უმეტეს ამის სპეციალისტი არ ახარ სხვადასხვანაირად ესმის და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად ხო დამოკიდებულება ერთგვაროვანი არ არის, მიუხედავად ამისა, მე თუ რომ შევაჯამო თქვენ რას თქვით,
ახლა ერთმანეთს ქვებს არ ესვრიან ქუჩაში, მაგრამ რაღაც ასე ვთქვათ, დაპირისპირების მომენტი არის, თუმცა ეს პრაგმატიზმიდან გამომდინარეა. ახლა შოტლანდიის მაგალითიც რომ მოვიყვანოთ, სულ ახლახანს რეფერენდუმი ჩაატარეს, უთხრეს კი ბატონო, თუ ესე ძალიან გიდეთ გაიგოთ, მაგრამ სწორედ პრაგმატიზმის გამო, როგორც ჩანს, ეკონომიკური, ასე ვთქვათ, არგუმენტებიდან გამომდინარე უარი თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ სულ აქეთკენ მიისწრაფიან. მაგრამ ირლანდიაში იყო და არა ერთხელ, არამედ ძალიან ხშირად სწორედ იმიტომ, რომ ეკონომიკურად რესურს ნაკლები, რესურს მწირი მხარე იყო და თანაც თუ თავს დაატყდებოდა შიმშილი, ნუ საერთოდ საზარელი სიტუაცია იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გარემო ძალიან ლამაზია. სოფლის მეურნეობისთვის იქ საუკეთესო პირობები ნამდვილად არ არის. ძალიან ხშირი იყო აი სწორედ ემიგრაცია. და მილიონობით მიდიოდა ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში, რაც ჩვენ ვიცით, რაც ამერიკა აღმოაჩინეს და ასე ვთქვათ მე-19 საუკუნიდან არაერთი კარტოფილის შიმშილი და მასთან დაკავშირებული ძალიან დიდი გადაადგილებები იყო. არა მხოლოდ ამერიკაში, რა თქმა უნდა, თვითონ ინგლისშიც განსაკუთრებით ლივერპულში ჩადიოდნენ. ლივერპულში ჩადიოდნენ, იმიტომ რომ მოკლე გზაა და ლივერპულში ჩადიოდნენ. ლივერპული პრაქტიკულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ირლანდიურ ქალაქად. იგივე უამრავი ხალხი, ვისაც ჩვენ ინგლისელებად წარმოვიდგენთ ჩვენ ცნობიერებაში. ეს ცალკე თემაა და ამასაც უნდა შევეხოთ. ეს არის ხო, თქვათ მეორე თაობა უკვე ირლანდიელი ყავს ვიღაცა. ანუ ძალიან გადაბმულები არიან. რაც შეეხება ამ გასვლას ქვეყნიდან, ხო ეს არ იყო მარტო კარტოფილის შიმშილი, მერეც აი უმუშევრობის გამო. ოღონდ ისეთი ციფრები არის, ნუ საოცარი ციფრები არის, მილიონობით, ერთ-ერთი მილიონობით დაიღუპა ამ შიმშილის დროს. მილიონობით წავიდა ქვეყნიდან. მერეც მიდიოდნენ 9 მილიონი წავიდა, 1 მილიონი წავიდა. ეს რაღაცა სულ იყო ეს წასვლის. ანუ კარტოფილის შიმშილამდე მოსახლეობა იყო 8 მილიონამდე. კი, ეს სხვათა შორის მეც მოუკარი თვალი სტატისტიკაში, რომ დღესაც კი არ არის დღესაც ვერ მიაღწიეს ინდონეს კარტოფილის შიმშილის. საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული იყო, ესე იგი, ოდესღაც ეს კუნძული. საკმაოდ, კი ბატონო და ესე იგი ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და ეს ყველგან წერია გაცხადებულია ეს ამბავი, რაც შემთხვევით არის საოცარი ამბავი, თქვა თვითონ თუ 5 მილიონს აცდნენ ირლანდიაში, იდენტიფიცირება საკუთარ თავს ირლანდიელად უკეთებს სოფლიოში 80 მილიონამდე ადამიანი. საოცარი ციფრია. 80 მილიონამდე ადამიანი. ოღონდ ეს იცი როგორ არის, უბრალოდ კი არ უკეთებს იდენტიფიცირებას. რაღაცა მომენტი რო დადგეს, ის ემოციური და შეიძლება პრაქტიკული ხაზიც ირლანდიისკენ იხრება. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აი თქვათ ირლანდიელები რა არის, იცი ამათთვის ჩავირთე მე მგონი და არა, კარგია, მე ზუსტად ეს უნდა ჩვენ მაყურებელს რომ რა არის, აი ხა რამ დამაფიქრა და მივხვდი აი ამ სიძლიერეს კიდე ამ ქვეყნის, ხო, როცა იქ ცხოვრობდი. ანუ ძალიან მარტივად რო გავშალოთ ეს თემა, ირლანდიელები, თქვათ, რომლებიც არიან, თქვათ, სიტყვაზე ავიღოთ ამერიკაში, შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ და იქ რაღაცა ბუნებრივია მისდევენ ბიზნეს ნაწილი. შესაბამისად აქვთ არჩევანი, რომ ვთქვათ, ორი მანეთი გააკეთონ სადღაც, ან მანეთი ირლანდიაში ფულის ჩადებით. ის მაინც მოდის და ირლანდიაში აბანდებს ამ თანხას. ამგვარი პრაგმატული პატრიოტიზმი აქვს, პრაგმატული პატრიოტიზმი აქვს და აი ამას ძალიან პრინციპში აღმაფრთოვანა. არის კიდე რაღაცა შეიძლება ჭორებია, შეიძლება მართალია იცი რა, თვითონ ირლანდიელებმა მითხრეს, რომ აი ვთქვათ, U2 საყოველთაოდ ცნობილი როკ ბენდი ბონო, რომელიც არის ლიდერი, არ უყვართ, რატო არ უყვართ? ხა ხმავალი ნათქვამი არ უყვართ, მაგრამ ნუ ყოველთვის წამოაძახებენ იმას გარკვეული, ხო, აი და ეს ერთი მომენტი არის ზუსტად, რომ როცა შეეძლო, რომ გადასახადები ეხადა ირლანდიაში, ის ვთქვათ, მე თავი არის და არ ვღალატობს, ეს ხო, თავი არის და მონაკოში თუ სადღაც მოკლედ დაფუძნდა იმის გამო, რომ ეხადა ნაკლები გადასახადები და ნუ აი ეს რას ქვია, ირლანდიაში ფული არ შემოდის, ამ ხელა ფული გაქვს და
შენ ქვეყანას მოახმარე. აი ეს მიდგომა საერთოდ, ხო, ეს ხაზი ძალიან დასაფასებელი. ამიტომაც არიან ესენი, რომ ჯერ Celtic Tiger იყო, რასაც თქვათ პირველი ესე ტალღა იყო, ეხლა ახალი სახელი აქვს Celtic Phoenix, რომელიც აღდგა, თქვათ, რაღაცა რომელიც აღდგა იმის ფერფლისაგან. კი ბატონო. ხო, ეს მეორე დასახელება არ ვიცოდი. კელტური აი ეხლა 2015 წლიდან რაც წამოვიდა მე საოცარი წინსვლა აქვს ამ ქვეყანას მართლაც და რას მიაწერთ თქვენ? რა თქმა უნდა, ეხლა კარგ პოლიტიკას პირველ ყოვლისა, მათ შორის ეკონომიკურ პოლიტიკას ალბათ და კარგ პოზიციონირებას ამ გლობალიზებული ბაზრის იმაზე. მაგრამ მე როგორც ვიცი, ეს ყველაფერი თავიდან შენონის აეროპორტიდან დაიწყო, უბრალოდ ერთ-ერთი ეპიცენტრი ის იყო, საიდანაც ეს გაფართოება მოხდა, მაგრამ აი რა არის ის ფაქტორები, რატო ირლანდია და არა მაგალითად რომელიღაც ხო თუნდაც ევროპული ქვეყანა ეგეთივე მასშტაბით. ხო, აი მაგას ეხა ვეცდები რომ ჩავწვდე, მაგრამ საერთოდ მე როგორც აი ხა მანამდე ვახსენე რომ ინგლისზე ამ მიბმამ ბოლომდე, ხო? მაინც ვერ მიცა იმის საშუალება, რომ ეს ქვეყანა განვითარებულიყო ამ ხელა ტემპებით მით უმეტეს, ხო? ევროპასთან დაალაგებამ საქმის ძალიან დიდი მუხტი და აი ეს ნახტომი მისცა ამას ყველაფერს, რაც შეეხება უახლეს ამბებს, ხო? ნუ ესე იგი დიდი კომპანია რაც არ უნდა წარმოიდგინო, სათაო ოფისები არის დუბლინში. შეუქმნეს შესაბამისი საგადასახადო პირობები, შეღავათები, ამ შეღავათებთან დაკავშირებით მე რო იქ ვიყავ, მაშინ იყო ევროპა ედავებოდა ირლანდიას, რომ შენ არასწორად შეუქმენიო და ჩვენი ვალი გაქო, რაღაცა ნუ არანორმალურ თანხაზე იყო საუბარი, მაგრამ ნუ ეხლა მუშა პროცესია და ესენი დაალაგდებიან ერთმანეთში, ბუნებრივია და დაალაგდნენ კიდეც, მაგრამ ეს ირლანდია არის, ხო, ესე იგი, Facebook-ი იქნება, რომელიც აშენებს ალბათ აშენა უკვე ნაწილი ჩემ დროს აშენებდა, უზარმაზარ, ნუ აი სასავებს კომპლექს, სათაო ოფისი ევროპაში, Google-ი, რა ვიცი. ნუ ეხლა ეს მეც ჩაგერთვებით ამაში, იმიტომ რომ ჩემთვისაც საინტერესო თემაა თავისთავად. რა თქმა უნდა, ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიები პირველ ყოვლისა, აი ესეთი ეხლა იქ ხა მეტალურგიის განვითარება მანდამაინც ალბათ და რაღაც ქიმიური მრეწველობის შეიძლება ესეც ხდება, მაგრამ ისეთი მასშტაბებით არა. აქ ჰაი-ტექზე გვაქვს ნამდვილად საუბარი და თან აი ინგლისელებთან მიბმა ერთი მხრივ საუკუნეების განმავლობაში შეიძლება ფლად კარგი არ იყო, მაგრამ ის რომ ინგლისურენოვანია ეს ქვეყანა თანაც ძალიან მაღალ ხარისხზე, ხა ინგლისელი როგორ არჩევს იმის ასე ვთქვათ აქცენტს სულ არავის არ აინტერესებს, მაგრამ ისინი არიან განათლებული და თან განათლების სისტემაც შესაბამისად განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საკმაოდ კარგი ქონდა, რამდენადაც მე ვიცი, ახლა მას არ ყავს ოქსფორდის და კემბრიჯის დონის უნივერსიტეტები არ აქვს, მაგრამ კარგი უნივერსიტეტებია. აი ჩაგეჭრები ხა ოქსფორდს და კემბრიჯს რაც შეეხება, ვთქვათ, Trinity College, ანუ University of Dublin, ხო? ეს პრინციპში ელიზაბეთ პირველმა დაარსა და იყო მიბმული, ვთქვათ, შინაარსით, აი დაახლოებით ამ დონის უნდა ყოფილიყო, როგორც ჰარმონიზებული იყო ზუსტად, აი ეს სიტყვა ჰარმონიზებული იყო იმასთან და მე მგონი დღემდე ანუ გარკვეულად ერთმანეთს ცნობენ რაღაც გარკვეულ სტანდარტების კი ბატონო, თანხwebdriver არის. და ეს ძალიან დიდი რამ არის, ხო, ვთქვათ, ენა, განათლებული კონტინგენტი და უმაღლესი განათლების ესეთი მაღალი ხარისხი თავისთავად იზიდავს და წინ იყურებიან ყოველთვის. კი, თავისთავად და თანაც ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მე თუ მკითხავთ და თქვენ ეს ვთქვით, ის 80 მილიონი კაცი თავს რომ ირლანდიელად თulis, ანუ იდენტობა მისი რომ დიდწილად ირლანდიური, ან გარკვეულწილად მაინც ირლანდიურია, იქ ნიშნავს, რომ იქ ძალიან ბევრი გამოჩენილი და ძალიან ბევრი ისეთი პირველი რანგის, ასე ვთქვათ, ხალხი იყო, მათ შორის პოლიტიკოსებიც, ხო? პოლიტიკოსებიც, რასაც მე თუ არ ვცდები, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტიც ირლანდიური წარმოშობისაა, ჯო ბაიდენი. სოსო, ჯო ბაიდენის გარდა კიდე პრეზიდენტებს რო ჩამოყვე, ესე იგი, ანუ მეორე და მესამე თაობა, რაღაც ნუ ნახევარზე მეტი ირლანდიური ფესვებია. და მე რაც ამოვიკითხე, არ ვიცი, ამას ნამდვილად ჩემით ვერ მივხვდებოდი. შარლ დე გოლიც
აი ეს არ ვიცოდი. ხო, შალ დე გოლიც ყოფილა თურმე ირლანდიურ რაღაცნაირად ირლანდიურ ასე ვთქვათ წარმოშობასთან დაკავშირებული ხა მსახიობებზეც და სხვებზე და აღარ წერლები ვთქვათ იგივე ხო ხა ჯეიმს ჯოისი ჯოისი კაი ვთქვათ ირლანდიელი ვიცით კი ბატონო ოსკარ უაილდი ვთქვათ ჯონატან სვიფტი რომელიც მიუხედავად იმისა რომ ინგლისში დაიბადა ნუ მაინც ხო ანგლო ირლანდიელია ბეკეტი რა ვიცი რომელი სადაც არ გაიხედავ ეს ირლანდიური ფესვები მსახიობები პიტერ საერთოდ ო და აპოსტროფი რო არის დიდ ო და მაკი ხო ნიშნავს მაკი მე მგონი შვილს ნიშნავს და ო ნიშნავს შთამომავალს მაკი უფრო შოტლანდიელების არის მე მგონი თუმცა ამათაც აქვს კი მაგრამ ისინი უფრო ცნობილები მაკებით არის და ესენი 20 არიან ხო და აი ირლანდიაში არის ერთი ცნობილი ფაბი რომელიც ნახევრად ტურისტულია იმიტომ რომ ნუ აი ეს ფაბი არის რაღაცა გარკვეული დროით ნუ რავი 100 წლეულების წინ დაარსდა თუ აშენდა ეს პაბი ჯონი ფოქსი ქვია და ამ პაბში არის ჩამონათვალი ირლანდიური გვარების. აი ჩემი და შენი გვარის გარდა მე მგონი ყველა ირლანდიურია მე რაც იქ წავიკითხე ჩვენ ოჯავახიშვილი და ოსალუქვაძე კი ბატონო დაახლოებით საოცარი რამ არის რაღაც რაგი პაბების თემას შევეხეთ რა თქმა უნდა პოპულარული კულტურაც და ზოგადად კულტურული საკითხები ძალიან გვაინტერესებს და სამწუხაროდ აქაც ძალიან სიღრმეებში ვერ ჩავალთ, მაგრამ აუცილებლად უნდა რაღაცები ვთქვათ ამის შესახებ. ალბათ ირლანდია თუ ქართველისთვის ცნობილია, ნუ და არა მხოლოდ ქართველისთვის, პირველ ყოვლისა სწორედ ამ პაბების ფორმატით, რომელიც ნუ მთელს მსოფლიოში დღეს არის დანერგილი, ხო, მეც ხა პირველი შეხებები ირლანდიასთან ლუდისა და პაბით და ნუ პაბი ვთქვათ უკასროთ ჩაგეჭერი პაბი ვთქვათ ბრიტანეთშიც ხო ნუ დაახლოებით იგივე კულტურაა მაგრამ რა ისხმევა ამ პაბში ეხლა მივედით ხო მივედით შინაარსზე მთავარ ამბავზე გინესი რომელიც არ არის უბრალოდ ლუდი, არ არის უბრალოდ გემრიელი ლუდი, არ არის უბრალოდ, რა ვიცი, აი დროის გატარების თქვა რაღაც. ეს არის იდენტურობა ისევ ქვეყნის ჯერზე არანორმალური. აქაც გავართ, როგორც ჩვენთვის ღვინოა რაღაც ასე თქვა, ძალიან განსაკუთრებული მათთვის ეს ალბათ. არტურ გინესმა დაარსა, რომელიც იყო თქვა და იქ რო შედიხარ ამ გინესის ქარხანაში, იქ არის ჩაშენებულია ესე და შუშით, აი ეს პირველი ლიზი, რაც თქვა არტურ გინესმა, როგორც როცა იქირავა თქვა ეს ყველაფერი, ეს ადგილი 900 წლით არის ეს ლიზი გაფორმებული. არტურ გინესი იუნიონისტი იყო, პრინციპში, ეს უნდა ვთქვა, ხო და ევროპელი იუნიონი. კი ბატონო და დღეში დუბლინში ისხმევა 10 მილიონი ფაინდი. ნუ აი ხა მეც ვერ ვსვამე. მე ხო და მეც ვერ ვსვამე და ამასთან დაკავშირებით კიდე ეხლა რო ითვლება რომ ძალიან მსმელიერია, კი არის მსმელიერი, მაგრამ ისიც არ არის, რო თქვა პირველები არიან ამაში რა. ხო, ესმის სხვა კულტურებში კიდე უფრო ისა, მაგრამ აი ეს სპეციფიკა ხო გინესი ალბათ ყველას გასინჯული აქვს და ყველა ამეთანხმება, მართლა საოცარ შეიძლება მეტად მოგწონდეს ნაკლებად, ზოგი არის საერთოდ გიждდება ისე მოსწონს. კი ბატონო. თავისი სისქის და სიბლანტის და თავისი გემოს გამო, თუმცა არც არფს და კილკენის დაეწუნება რა მე მგონი. თუ უფრო ასეთი ლაით ხო, ანუ ლაგერი, კი ბატონო. მოგწონს. და რას აყოლებენ კარტოფილის გარდა? რა არის მათი ტრადიციული სამზარეულო? არის რამით გამორჩეული, იმიტომ რომ ეხლა მე ინგლისური უფრო ვიცი და რო გითხრათ რომ გადასარი ინგლისური საუზმე მომწონს სხვათა შორის და მე უკვე აღარ. აი ინგლისური საუზმე რასაც ქვია, ხო, English breakfast, რაც არის ვთქვათ კვერცხი, ეს beans, ეს ლობიო და ლობიოს მარცვლები, სოკოდევს ერთი ცალი და რაღაც აღარ მახსოვს და მე მგონი ორი ცალი ეს სოსისი. ეს ამ traditional English breakfast, რასაც ეძახიან, ზუსტად იგივეა, ოღონდ თქვია traditional Irish breakfast. ანუ ეს საუზმის მომენტი დიქოტომიები იქაც არის, შენ კი არ შენ რა იცი ბევრი. კი ბატონო, ზუსტად იგივეა, მაგრამ ქვია ორი სხვა დასახელებული ქვეყნის მიხედვით, ხო? ვისკის ამბავშიც ეგრე არის, ან თქვა შოტლანდიელებთან?
შოტლანდიელებთან იცი რა, ეს შოტლანდიელებთან არის სულ ეხა ერთმანეთში არ მიდის ეს გარჩევა, მაგრამ ირლანდიელს რო კითხო, ირლანდიური ვისკია. და მერე არის შოტლანდიური ვისკი. შოტლანდიელს რო კითხო, სადავართ საერთოდ ვლაპარაკობთ რა ირლანდიური ვისკი, როცა ჩვენ მე მაგალითად ხო ეხა იმაზე არის, თქვათ მოყვარულზე დამოკიდებული ყველაფერი, მე მაგალითად შოტლანდიური ვისკი უფრო მომწონს, იმიტომ რომ მრავალფეროვნება მეტია. არ ვიცი, შეიძლება მე იმდენად ვერ ჩავედი ამ სიღრმეებში, რომ ამდენი გამესინჯა და კარგია რომ ვერ ჩახვედი, კარგი შეიძლება ვერ ჩამოვსულიყავ კი ბატონო. ხო და რას აყოლებენ აი ეს Irish stew, ეს არის ლუდით გაკეთებულია, მაგრამ არის ბატკნის ხორცი, არის კარტოფილი, არის სტაფილო და ეს ყველაფერი შეზავებული არის. ეს საინტერესო, ანუ მათი ძირითადი ხორცი არის ბატკანი. იმიტომ რომ საძოვრები ბევრი აქვთ და შესაბამისად კი ბატონო, მაგრამ საქონელი ალღორიც ეყოლებათ რა თქმა უნდა. კი, არა, კი, ყველაფერი არის. ჩასვლა ირლანდიაში, ვთქვათ, არ არის იაფისი ამოვნება. ცხოვრება ირლანდიაში არ არის ადვილი. მიუხედავად იმისა, რომ აი ქართველებიც რო ჩადიან, პოულობენ სამსახურს, ეს ირლანდიელები თვითონ ძალიან ისეთი ხალხია, უშუალო ხალხია და ადვილია მათთან გარკვეულ მომენტამდე ურთიერთობის დაჭერა, ესე არ არის, რომ თქვა ძალიან ადვილად მიგიღოს ახლა, რაღაცა ეტაპამდე, ოღონდ ძალიან ადვილი საურთიერთო ხალხია, თუნდაც სამთავრობო წრეებში რომ მოგინდეს ვინმესთან შეხვედრა და შეიძლება პატარა უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ შეიძლება მიხვიდე კარზე მიუკაკუნო, თქვა ამ დივანს უთხრა მოვედი და რაღაცა თუ დრო აქვს შეგხვდება, რაც ლონდონში წარმოუდგენელია, რომ ეგეთი რაღაცა ნაკლებად შეიმჩნევა ეს ყველაფერი, უფრო უშუალოები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქმეში თქვა რაღაცა დაშვებას გააკეთებს, რომელიც არ უნდა გააკეთოს. აბსოლუტურად გამიზნულია, ყველაფერი ზუსტად იცის რა უნდა მოხდეს, ძალიან ნიჭიერი ხალხია. კარგი გაგებით თუ შეიძლება კარგი გაგება ეწოდოს ამას მოჭხუბარი ხალხია, როგორც იცი, თავის პოზიციას არ დათმობს და საკმაოდ მამაცი ხალხია. ამდენს გაუძლეს და პრინციპში ერთი რაც არის და შეგვიძლია ვთქვა, ენის წვეტა ქონდა, კრივიც უყვართ, ერთ-ერთი აი ეს კონტროვერსიული ფიგურა, ეს კონორ მაკგრეგორი მაგათი ითვლება აი კრამლინის უბნიდან წამოსული ხა ღარიბი ბიჭი, რომელიც ვთქვა გახდა აუჯი მე მგონი სასარი მილიარდერი გახდება რუსი ისეთ რაღაცებს აკეთებს ვთქვათ ხო ეს ისე ერთ-ერთი ფილმის პერსონაჟიც მახსენდება ტომ კრუზი თამაშობს ტომ კრუზი თვითონაც ირლანდიური წარმოშობის well შეგვიძლია არ ვთქვათ საერთოდ პიტერ ოტულზე აღარ ვამბობ რატომ იცით რა ისეთი საინტერესოა იმდენ რაღაცებზე შეგვიძლია ჩვენ რო ვისაუბროთ რომ მეტი არ იყოს მაგრამ ხო, ნუ დრო როგორც ყველა გადაცემაში შეზღუდულია, მაგრამ ისე ვერ გაგიშვებ ნამდვილად, მეც ძალიან მაინტერესებს, რომ არ ვიკითხო ერთი რამე, მესმის რომ ქართველები იქ ბევრნი არ არიან, თუმცა ალბათ არიან. ბევრი მზარდი ტენდენცია, მით უმეტეს. კარგი, სხვანაირად ვიტყვი, ქართველი ტურისტები ვერ იქნებიან ბევრნი, იმიტომ რომ ჯერ ერთი ძვირი ქვეყანაა და ხო, როცა ასარჩევათა გაქვს, თუ რაღაც განსაკუთრებული ასე ვთქვათ, დამოკიდებულება არ აქვს რა, თუმცა ექსპორტული შეჯიბრებებია ბევრი რაღაცა, რომ ის გამო შეიძლება მოხდეს. რა არის ის სანახავი ადგილები, რომელიც აუცილებლად იქნება ირლანდიაში, შეიძლება იმდენი არა, რამდენიც ვთქვათ, თუნდაც ლონდონში ან დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ჩემთვის ეს სახე არის რაღაც სიმწვანე, ფერიც მათი, ასე ვთქვათ, მწვანეა ყველაფერში. ეს სამყურა რომელიც არის მათი მუდმივი ლოგო, მე ირლანდიაში არ ყოფილვარ, მაგრამ როდესაც ბოსტონში ვცხოვრობდი ერთი წელი დაახლოებით, ხო, ახლა ბოსტონ სელტიქსის სიმბოლოც ეს არის, ანუ ისინი ამბობენ, რომ ეს ჩვენი გუნდია. და სხვა შორის ესეთი განწყობაც არის, ეს კალიტური ქალაქია, ჩვენი ქალაქი, რა თქმა უნდა, მეგაპოლისია, მაგრამ მაინც. და რა თქმა უნდა, ის ციხესიმაგრეები და ადგილები, რომელიც აი თქვენი აზრით 3-4 დღით ერთი კვირით ჩასულ ადამიანს აუცილებლად გამოადგება და კარგი იქნება მისთვის რომ ნახო. ბუნება გადასარევი. აქედან გამომდინარე ძალიან თავისებური ბუნება, სპეციფიკურია რომელიც აი ხა ცოტა ხნით თუ ჩადიხარ, არის გადასარევი. მე არ ვიცი, დიდი ხნითაც კარგია ალბათ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იმისთვის რომ
შენ აი გული მოიოხო იმით ეხა რაღაცა ჰაიკინგი რასაც ქვია რომ ფეხით ისეირული ხო ისე ირნო ოღონდ დისტანციებს გადიან ეს არის ძალიან პოპულარული ირლანდიაში ყველა პრაქტიკულად თითქმის ირლანდიელი დადის იმიტომ რომ აი ესე იგი მაღალმთიანი არ არის შესაბამისად სულ შეგიძლია რაღაცა მაღლობზე წავიდე ხო ну რაღაცა შესანიშნავი პეიზაჟები ციხესიმაგრეები როგორც თქვი ახლა აი რომელს დაასახელებდი შენზე რამ იცი აი თქვათ Cliffs of Moher იწერება ხო Cliffs of Moher ითქმის ხო გადასარევია ნუ რა 8 კილომეტრზე იჭიმება ეს არის 700 ფუტი დაახლოებით სიმაღლის იგივე სამარხი Newgrange რომელიც არის პირამიდებზე და შესაბამისად Stonehenge-ზეც უფრო ძველი ნუ სანახავი უამრავი მისტიკა ახლავს ხო მაგ მხარეს მისტიკა ახლავს სულ და გინთებენ კიდევაც ამ მისტიკას სულ მიხვდი ანუ სულ ცდილობენ რომ გააბრენდონ ეს ყველაფერი ეს კაი თვისება იმიტომ რომ სხვა შოტლანდიაშიც იგივე დავინახე მე რომ აი არაფრიდან შეიძლება ისეთი ასე ვთქვათ ნარატივი ჩამოაყალიბე რომ იქ დარჩე მთელი დღე და გადაიხადო ფული და ძალიან ჭკვიანურად აქვს ყველაფერი გაკეთებული მიუხედავად მით უმეტეს თუ ეს მართლა გაძლევს იმის საშუალებას რომ შენ ვთქვათ ამაზე ააწყო რაღაც გარკვეული ხო ეს არის გამართული სისტემა აბსოლუტურად ხო იგივე აი ლოხტეი არის ეგეთი ლოხ ტბას ნიშნავს, ესე იგი. ეგ არ არის იგივე ლოხ რაც რუსულში. კი ბატონო, იგივე განსხვავდება დიდად. ესე იგი, ლოხტეი ამის პირას არის გინესების ერთ-ერთი სასახლე, ვთქვა, თეთრი სასახლე, ზემოდან რო გადახედავ, არის საოცრება. ანუ როგორ არის, ეს ტბაც არის დაახლოებით წააგავს გინესის ფაინს. და რა გააკეთეს, იცი, ამ გინესებმა თვითონ შემოატანიეს თეთრი ქვიშა და იქ ნაპირზე არის ხო და კაფივით გააკეთეს იქ რა და ნუ ეს გარდა იმისა რომ ვთქვათ ეს სილამაზეა აქ არის თვითონ სანაპირო ზოლიც რამდენი როგორი საინტერესო კლდესავით რო ეშვება კი ბატონო იქით კორტი ნორვეგიაში და იმაში სკანდინავიაში შეიძლება ნახო მაგრამ როგორც წესი ხო ამ სიმაღლიდან ასე ვთქვათ ჩაშვება მაგმონა ინგლისიაც აქვს სამხრეთის სანაპირო კი ბატონო ამგვარი მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი იყო რაც მე ნახე ასე ვთქვათ ვიდეოებში და ნამდვილად ეს განგაწყობს იმისთვის რომ წახვიდე და მოინახულო ეს და თავად დუბლინიც საოცარი ქალაქი არის შედარებით პატარა ქალაქი და ადვილად გადასადგილებელი ქალაქი არ არის ეს დიდი ანუ მეგაპოლისის არაფერი არ სხია ასე ვთქვათ კარგი გაგებით შემილია ვთქვა უფრო წყნარი ქალაქია დალაგებული ქალაქია ну Trinity College საერთოდ ინახება ეს Book of Kells რაც არის 800 წელს ეს მანუსკრიპტი 4 სახარება შესანიშნავად გაკეთებული რა წმინდა პატრიკის არის მაგათი ძირითადი წმინდანი არის წმინდა პატრიკი კი ბატონო რომელმაც მოიტანა ვთქვათ ქრისტიანობა ირლანდიაში და წმინდა პატრიკი მიუხედავად იმისა რომ ირლანდიასთან ასოცირდება თვითონ ველსელია ვთქვათ ეს ანუ ეს კავშირიც რაღაცნაირი არის რაღაცნაირი კავშირი როგორც ჩვენ კაპადოკიიდან შემოვიდა ის კი ბატონო არის ველსელი წმინდა პატრიკი და ნუ როგორ ლეგენდის მიხედვით განდევნა უხსენებლები კონსულიდან და მართლა ირლანდიაში ამ ლეგენდას არ მგონი შორს არის ალბათ ამისგან მაგრამ არც ერთი ინგლისში არის ვთქვათ რაღაც გარკვეული რაოდენობა ამ უხსენებლების ირლანდია საერთოდ გაწმენდილია ამისგან ძალიან საინტერესო და ასე ვთქვათ თანამედროვე არქიტექტურითაც არის საინტერესო თანამედროვე არქიტექტურითაც საინტერესოა უფრო აი ესეთი ჰაი-ტექ არქიტექტურაა კი ბატონო აი ეს ნაწილობრივ იგივე დუბლინი კორკშიც აი ეს კორკიც აუცილებლად სანახავია გადასარევი ქალაქია და აი ცოტა ისეთი სასაცილო თემაა როცა კორკში ვიყავით და ვთქვა თბილისი ქუთაისის მომენტია რომ ვთქვა რაღაცა თავისი გამოსვლის მერის მოადგილე იყო თუ არ ვცდები თავისი გამოსვლის გარკვეული ნაწილი მიუძღვნა იმას რომ კორკია რა და ძმებო არ დაგავიწყდეს მე დუბლინი კი ბატონო აქ ხავართ ჩვენ ვინც ვართ ნამდვილად გოლვეი რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მე მგონი ყველაზე ახალგაზრდული ქალაქია ევროპაში ანუ ბევრია სანახავი დონეგალი რა ვიცი ეს პატარ-პატარა ქალაქები ეს ფაქტიურად
გარეუბნები, აი Greater Dublin, რასაც ქვია, აი შემავალი ეს პატარ-პატარა ქალაქები, დალქი, კილენი, აი ისეთი სილამაზე, აი ამას უბრალოდ ვერ აღწერ, ამიტომ ჩასვლა აუცილებლად ღირს, მაგრამ არ ვიცი რამდენად ცხოვრება ღირს ქართველისთვის, იმიტომ რომ ერთი რომ ისევ და ისევ ძვირია, მეორეც, რაც ვთქვით, კლიმატი, ჩემზე ყოველ შემთხვევაში ძალიან იმოქმედა ამ კლიმატმა. ხო, უმზეობა, რა თქმა უნდა, ქართველისთვის არ არის მძიმე გადასახადი. კარგი რამ. თავისთვისაც ორი აქვს ჩვეულება. ორჯერ უნდა გავიდნენ მზეზე, ზირთად ესპანეთს სტუმრობენ. მაგრამ აი სულ იძახიან ამას, რომ იცი რა, მზე თუ არ ვნახე მე. დადო, ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ზუსტად რაც ჩვენ გვინდა რომ ჩვენ გადაცემაში იყოს, ის შტაბეჭდილებები, ის გამოცდილება, რასაც პიროვნებები იღებენ, ჩვენი ერთ-ერთი ასე ვთქვათ, დევიზიც ეს არის, რომ ყველა ისტორიას თავისი გეოგრაფია გააჩნია. თქვენ ისტორიას ყვებით ახლა უბრალოდ ირლანდიის შესახებ ის გამოცდილება, რაც მიიღეთ და ჩვენ ამას ასე ვთქვათ, გარკვეულ ადგილებს უკავშირებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც თუ კი ვინმეს დააინტერესებს და ალბათ ბევრს დააინტერესებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ისინი უფრო ღრმად ჩაეძიებიან ამას და ნახავენ. რაც შეეხება ჩვენს გადაცემებს, ალბათ მომავალში უფრო ფოკუსირებულ თემებსაც ხანდახან შევარჩევთ ხოლმე, არ გამოვრიცხავ არც ბრიტანეთს, არც ირლანდიას, არც ბელგიას და არც ბევრ სხვა ქვეყანას და თქვენ ჩვენი გადაცემის ყოველთვის ძალიან სასურველი და სასიამოვნო სტუმარი და თანამონაწილე იქნებით. დღევანდელი საუბრისთვის ძალიან დიდი მადლობა. ვემშვიდობები ჩვენს მაყურებელს მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა.